გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი აღმწერი აღმსარებლობის გრაფას მოქალაქისგან დამოუკიდებლად ავსებს, აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებმა საქსტატს ნომერზე 27160-ზე უნდა მიმართონ. მერი დაუშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ მომჩივანი მოქალაქის, არამედ აღმწერის მიერ შევსებული ყველა კითხვარი გადამოწმდება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მერვე დღეა მიმდინარეობს. მისი საშუალებით საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის დაზუსტება იგეგმება. აღწერისას ასევე დადგინდება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 19 ნოემბერს დასრულდება. მისი საბოლოო შედეგები კი 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი. არის შემთხვევები, როდესაც თქვათ შედიან ოჯახებში და თავისით ნიშნავენ. ესე ყოველ შემთხვევაში მოგვაწყვეტეს. ჩვენ ესეთი ფაქტებით გადავამოწმეთ და არსებული ხარისხების შემთხვევაში გამოვასწორეთ, იმიტომ რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაზე, რომ პროცესი ჩატარდეს ხარისხიანად და სანდოების მაღალი დონე იყოს. აქედან გამომდინარე, ზუსტად მოუწოდებთ ყველა მოქალაქეს არსებული ხარისხების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზი იქნება ეს თუ სოციალური ქსელი იქნება თუ ჩვენ ვებსაიტზე და მოგვაწოდებს მსგავსი შემთხვევები კონკრეტული მისამართებით.